აბა მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო იუთუბელებო. სასიამოვნოა ისევ თქვენთან შეხვედრა. მადლობას გიხდით ყურებისთვის, კომენტარებისთვის და გამოწერისთვის. რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი კომენტარი, ლაიქი და ყურება. ეხლა ვნახოთ ეს The Gilded Tarot card ავიღე, ესეთი ტაროს დასტა. და ვნახოთ ჯერ ენერგიებით დავიწყოთ. ნოემბრის თვის ენერგიები. ვნახოთ აბა როგორი იქნება ნოემბრის თვე მთლიანად ზოგადად ყოველთვის. ნოემბრის თვე 2025 წელი. ნოემბრის თვე. რა საინტერესოა. რას გვეტყვიან? ანუ პირველი გაფრთხილება რაც არის, ეს არის ჩაკეტვა, ეს არის დაჭერები, ეს არის ანუ რაღაცებზე უნდა შეიკავოთ თავი, მოკლედ რა, ანუ ხა რა ვიცი, მართებულია ამის თქმა თუ არა ვიდეოში. მოკლედ პირველი კარტი ამოვიდა ესეთი ჩაკეტილობა. არ მინდა დავინახო, არ მინდა გავიგო, დიდად არ მინდა ვიაქტიურო, გაგულისხმებია ის სიტუაცია, რაც ხდება, კაი ხანია და ასე შემდეგ. ანუ პირველი ეს არის, მერე არის ყველა მხრიდან წინააღმდეგობა და ჩვენ თავდაცვის პოზიციაში. შემდეგ ენერგია შემოდის უკვე ცოტა, ანუ დარეგულირდება ასე თუ ისეა და ის რომ ჩვენ გვმართავენ და არა ჩვენ მართავთ, ზოგადად სიტუაციას. უკასრავად არის რაღაცა ახალი ნაბიჯი, რაღაცა ახალი დასაწყისი ოღონ პატარა, მაგრამ მაინც მთლიანობაში ეს თვე ნაგულისხმებია, რომ მოერიდეთ ზედმეტად აქტიურობას, მოერიდეთ ამ გამოსვლებს, ვინც გამოდიან, რა თქმა უნდა, იგივე იმ რაღაცა ხალხში, მასაში, რო იტყვიან დიდად თავის წარმოჩენას, აი რაღაცა ერთ მშვიდად იყავით ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, შექმნით გარემო თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან კომფორტი, რაღაცა ერთ, აი უფრო დადებითი მზრუნველი ენერგიები შეინარჩუნეთ, იმიტომ რომ იქნება რაღაც დაბრკოლებები, რაღაც წინააღმდეგობები, რაც თავიდან ვთქვი, გაგრძელდება ეს დაჭერები, ჩაკეტილობა და ზოგისთვის ძალიან სავალალო მდგომარეობა იქნება თუ გონიერება და გული ერთმანეთს არ შეუერთი. ანუ მარტო გონებით არ უნდა გადაწყვიტო. ამ შემთხვევაში ინტუიციაც გჭირდება ადამიანს რა. მაგრამ რა თქმა უნდა, გონიერება აუცილებელია და მაინც აბა ნოემბრის თვე რით დამთავრდება? როგორც დაიწყო და რაც ხდება კი ვხედავთ. ზოგადად როგორ დამთავრდება? გამარჯვებით. ეხლა მე არ ვიცი, თქვენ გაიმარჯვებთ, ვინ გაიმარჯვებს, ენერგიები კარგია, უკვე ანუ ნოემბრის ბოლოს უკვე შეიძლება დეკემბრის დასაწყისისთვის უკვე წავა მოლაპარაკებები, უკვე წავა რაღაც სიახლე, უკვე წავა რაღაც, ანუ გაიხსნება. ნახეთ და აქ ამოდის სტაბილურობა რა. მთლიანობა, შეკორა, ანუ სადღაც დეკემბრისკენ უკვე ბევრს ეხა ზოგადად ვიძახი მე, ხო, ეს საჯარო გაშლა კიდევ ერთხელ ვიძახი, პირადში ყველაფერი ჩვენს, მე მთლიანად ეხა ესეც ინფორმაციაა, ხო, ზოგადი ყველასი. კი ბატონო, თქვენზეც არის დამოკიდებული, რამდენად მიიღებთ, რამდენად არ მიიღებთ, მაგრამ ზოგადად ვეხები ამ სიტუაციას და ენერგიებს, ხო?
მერე უკვე დასტაბილურდება. აქ მარტო იმ ენერგიებზე არ არის, რაც თქვი, ნახეთ, ისედაც, ხო, რომ გადავხედოთ ბოლო წლებს და მით უმეტეს ბოლო თვეებს ძალიან მოიმატა დედამიწის ენერგეტიკამ, შაუმანის შკალამ, რომელიც ძალიან აწეულია. ადრე თუ წელიწადში 2-ჯერ, 3-ჯერ იყო ეს რაღაც ამოფრქვევები, ეხლა ლამის ყოველდღია. ლამის ყოველდღია. მზიდან ფეთქება მოდის, ანუ კოსმოსიდან ვიცით, რომ ყველაფერი რაც ზემოთა, ის ქვემოთა. დამოკიდებულები ვართ ზემოთ, ხო? ზემო პროცესებს. იქიდან მოდის ჩვენთან. ეს რადიაცია, იგივე მაგნიტური ველებია, ქარიშხლებია, თუ ენერგიებია, როგორც გინდათ, ისე დაარქვით, მაგრამ ფაქტია, უხილავად იფრქვევა, თუნდაც ფაქის სივრცეში, მაგრამ მატერიალიზდება მერე ჩვენთან, ხო, ფიზიკურ დონეზე, რაც მასიურად მოქმედებს ადამიანებზე. და ამიტომ ეს თვე, ანუ თავი შეიკავეთ რისგან? პირველ რიგში უარყოფითი ემოციებისგან. და ეცადეთ, რომ ზრუნველობითი, ესეთი უფრო დადებითი, ზრუნველობითი ენერგიები გქონდეთ. ანუ თქვენი იგივე შვილია, მეგობარია, პარტნიორია, ოჯახის წევრი, ანუ რაღაცნაირად აი ოჯახის გარემოს ითხოვს ეს თვე და საერთოდ ეს ენერგიები, რომ შემდეგ უკვე დაიწყება რაღაც. ანუ ვიძახი ნოემბრის ბოლოს. უკვე რაღაცა, აი რო იტყვიან კარგი. სულ ყოველთვის ელოდეთ კარგს. კარგით, ბატონო, ენერგიებით დავამთავროთ. ეხლა ვნახოთ, აბა რას გეტყოდათ თქვენ პირადად, ეხლა ვინც შემოხვედით და უყურებთ ამ ვიდეოს, პირადად თქვენ. The Gilded Tarot Card. რას გეტყოდათ თქვენ? სამყარო. ვიცი, რომ ბევრი ხართ, მაგრამ მაინც რჩევა სამყაროდან თქვენთვის. თქვენ აუცილებლად მიაღწევთ თქვენ მიზანს, სამყარო გეხმარებათ, მოდის აღდგენის ენერგიები და star ნიშნავს. სურვილი შესრულდება, უბრალოდ ჯერ დრო გჭირდებათ, მიზნისკენ მიდიხართ, მიიწევთ, რაც თავარია, აღდგენა იქნება. კი ბატონო, იაქტიურეთ თქვენ საქმეში, თქვენ სიტუაციაში, თქვენ ცხოვრებაში რაც გაქვთ. არის ცდუნებები ძალიან ბევრი, მაგრამ თქვენ ინტუიციურად უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში, ამ ცდუნებებმა არ უნდა შეგიშალონ ხელი. აი როგორ გითხრათ, ვნებებმა, ცდუნებებმა, არაკანონიერ რაღაც სიტუაციებმა, იმიტომ რომ აქ ნახეთ, ამოდის კარტი, სადაც რამოდენიმე, ანუ ბევრი რაღაცა იქნება. ის, ანუ ნახეთ ენერგიის ამბავი როგორ არის, როცა ბევრ რაღაცას ხარ მოკიდებული, ხო? ეს ენერგია თქვენი, არა აქ მნიშვნელობა ჩემი ინდივიდუალური ადამიანის იფრქვება ყველაზე, ხო? გულისხმობ სიტუაციას, საქმეს, მაგრამ როცა ერთზე ან ორზე ხარ კონცენტრირებული და მთელი ეს ენერგია გაქვს, ანუ გადატანილი იმ ერთზე ან ორზე, ანუ მერე უკვე უფრო გამოდის, ანუ ბევრ რაღაცას მოეჭიდებითო რა, ანუ ერთზე ან ორზე შეჩერდით ჯერჯერობით, ძალიან ბევრს მოინდომებთ, ანუ დაიფრქვება ეს თქვენი ენერგია. ხო, და ანუ გამოგაცლით ძალებს. ახლა ეს უბრალოდ advice, ანუ რჩევას გაძლევთ. ბოლოს მაინც, რა თქმა უნდა, სურვილი გისრულდებათ. თქვენ მიიღებთ თქვენსას, მაგრამ ეს გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ მიდიხართ წინ თქვენი მიზნისკენ, სურვილის შესრულებისკენ, სამყარო გისრულებთ, ფაქტია, ხო? მაშინ ეხლა რახან არ მკითხოთ თქვენი და თქვენი პარტნიორის სიტუაცია, და ამ თვეში, ვინც ხარ, ისაც გყავთ, რა თქმა უნდა, თქვენთვის საინტერესო ადამიანი, პარტნიორი, მეგობარი, მრჩეველი, მეუღლე, თუ შეყვარებული, ნახოთ, აბა, თქვენთვის საინტერესო ადამიანის, თქვენი პარტნიორი და თქვენი ურთიერთობა ზოგადად საჯარო გაშლა, როგორი იქნება ამ თვეში.
გრძნობით სავსეა ეს ადამიანი. ნახეთ, აი ეცდუნა რაღაცაში ამანაც რაღაცა მიქარა, რაღაც დააშავა ამ და უბრალოდ სექსუალური ტოლვა აქვს თქვენს მიმართ. უფრო ვნებებია, უფრო წელს ქვემოთ ინსტინქტური ჩაკრებია ჩართული. აქ ამოდის, რომ წარსულს ეს ამ ადამიანმა თუ რამით, აი თავისი, ვთქვათ, შეცდომით, თავისი არასწორი მოქმედებით, ან რაღაცა შეეშალა, ყველას გვეშლება, ხო? თვითონ გრძნობით სავსე ამოდის თქვენს მიმართ, გრძნობა აქ, მაგრამ აი იმ ცუდ რაღაცებს უნდა რომ ჩამოშორდეს. შეიძლება თქვენც არ ხართ და თვითონ არის გარეული იმ არასწორ სიტუაციაში, არასწორ ვითარებაში, ან რაღაცაში, რაც მას ვნებს, იმიტომ რომ აქ ამოდის ისეთი კარტი, რომ რაღაც დააშავა, რაღაც როიტყვიან მიქარა, ხო? შეიძლება თქვენთან დაკავშირებით ახალ პარტნიორზე დაუსვი შეკითხვა. კარტი მიყვება ისტორიას, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენთან მიმართებაში თუ გქონდა რაღაც ცდუნება, თუ გქონდა რაღაც ქვედა, როიტყვიან აი ქვედა ინტერესები, ინსტინქტური, ხო? უშვებს ამას და თვითონ გააცნობიერებს, რომ მარტო ვნება და მარტო ინსტინქტებზე სიამოვნების მიღება არ არის ურთიერთობა, რომ უკეთრავად და მინდა და მოვდივარ და მორჩა და წავედი, ანუ ცხოველები ხო არ ვართ. რაღაც სიტუაციის გამო სამყარო ყველა არასწორს გაასწორებს, ეხლა ესეთი პერიოდია და მოდის აგერ გამარჯვება. ანუ ამ შემთხვევაში იმარჯვებთ თქვენ, თქვენი ენერგია იმარჯვებთ. ერთ პერიოდში კი ბატონო რაღაცას გადაჭრის და დასტაბილურდება სიტუაცია. თუ ეხლა ამ წუთას არ გაქვთ ურთიერთობა, ან რაღაცას გიშლით ხელს, ან რაღაც პაუზაა, ხო? როიტყვიან იწმინდება, ან ინანიებს და აუცილებლად იქნება გამოსვლა, საუბარი, კონტაქტი. და სიტუაცია დაგისტაბილურდებათ ამ ადამიანთან. აქტიურობაც არის, რა თქმა უნდა, ეხლა ვნების გარეშე არ იქნება, აქ ვნება და ელოდეთ, მოკლედ. ცუდი არ არის, გადავავლოთ თვალი მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ცხოვრება, სიტუაციებს, რა იყო, როგორ იყო ვთქვათ, რომ მადლობა იმ ცუდისთვის, რამე თუ ეს იყო გამოცდა და ეხლა ველოდები კარგს, ასე რომ დაელოდეთ კარგს. თუ მოგვეწონათ, დამილაიქეთ.